წამოვიდით და ძალიან საინტერესო თემაზე უნდა ვისაუბროთ. ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა ნიჭიერთა აწლედი თავისი გამორჩეული სწავლების მეთოდოლოგიით და მიღწეული შედეგებით ქართული კულტურისა და სახელოვნებო განათლების ერთ-ერთ უნიკალურ კერას წარმოადგენს. ამ სკოლაში აღიზარდა დიდებულ კომპოზიტორთა, მუსიკოს შემსრულებელთა, მუსიკის მცოდნეთა მრავალი გამორჩეული თაობა, რომელთაც შექმნეს მე-20 საუკუნის ქართული სამუსიკო ხელოვნების ისტორია. ნიჭიერთა აწლედი აცხადებს მოსწავლეების მიღებას 2026-27 სასწავლო წლისათვის მეც ამ თემის შესახებ ჩვენი სტუმარი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა ნიჭიერთა აწლედის პედაგოგი ნატო მაღალაშვილი გვეტყვის. ჩვენ ასეთი წარდგენა სპეციალურად გავაკეთეთ, მართლაც ქართული მუსიკის ისტორია წარმოუდგენელია, ხო, თქვენი სასწავლებლის გარეშე, მაგრამ მაინც თქვათ, აი მიღება გამოაცხადეთ. რითია განსაკუთრებული, რატომ უნდა მოიყვანოს მაინც და მაინც მშობელმა თავისი შვილი, რომელიც მუსიკით არის გატაცებული მაინც და მაინც თქვენთან და რას სთავაზობთ ისეც, რაც სხვაგან შეუძლებელია. ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის. მართლა ჩვენი სკოლა უნიკალურია, იმიტომ რომ 100 წლიანი, თითქმის 100 წლიანი პერიოდი აქვს და ამ სკოლამ გამოზარდა არაერთი შესანიშნავი მუსიკოსი, რომელიც გამოზარდა, გზრდის და კიდე მომავალში გაზრდის. ეხლა ამათ ყველას ჩამოთვლას ვერ მოვახერხებთ, აი თუნდაც ეხლა ჩვენი ახალი თაობა, რომელიც გვასახელებს ძალიან და ვამაყობთ სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსებზე, ძალიან თლუ კონკურსებზე გამოდიან და ასე ვთქვათ, ჩვენი სკოლა აი სოფლიოში განთქმულია. რატო უნდა მოიყვანო? ჯერ ესეთი სპეციალიზებული სწავლება იმ კატეგორიის ბავშვებისთვის, რომლებიც აპირებენ ამ გზით წასვლას. მე ძალიან კომფორტულია ჩვენთან სწავლის მომენტი. არ არის სტრესული. ჩაგეჭრებით, აი კომფორტულიაო და სტრესული და ამ დროს მინდოდა მეკითხა, აი ფილმებში რომ ინახია. აი ესეთი კაცრები არა ხართ და ისიც რა არის, მე თვითონ გავიზარდე ნიჭიერთა აწლედში და ეს სიტუაცია არ შემხვედრია და ეხლა ანუ შენას ამბობ ხელზე რომ და საერთოდ სიმკაცრე არის დამახასიათებელი. საერთოდ მუსიკის სწავლა ძალიან რთულია ბავშვი, იმიტომ რომ მოითხოვს ეს დიდ შრომას. მაგრამ იცით რა არის, რომ იმდენი კონცერტია აწლედში და იმდენი რაღაც ღონისძიებაა, რომელიც ბავშვებს უყვართ. აი მაგალითად კამერულ ორკესტრთან დაკვრა მთელი სერია იყო, 3 კონცერტი იყო. და ეს არის იმხელა სიხარული ბავშვებისთვის. ეხლა დიდ დარბაზში არის დიდ ორკესტრთან, კონსერვატორიის დიდ დარბაზშია. აქედან გამით გასვლითი კონცერტებია. მგონია რომ ძალიან მომთხოვნები იქნება. მომთხოვნი, იმიტომ რომ ეხლა ჩვენი სტანდარტი გვაქვს და ამას უნდა ვუფრთხილდებოდეთ. მე რამდენი კლასიდან შეიძლება უკვე ჩართული იყოს მსგავს პროექტებში? იცით რა, პირველი კლასიდან არის ესეთი პირველი კლასი, ნუ აქ მოდის ბავშვი, რომელიც განსაკუთრებული ნიჭით უნდა იყოს დაჯილდოვებული და არიან პირველი კლასელები, რომლებიც კამერულ ორკესტრთან უკრავენ. აი მოდით განსაკუთრებულ ნიშს რა ხან ახსენეთ თქვენ, როდესაც უკვე აი განცხადებების მიღება დაიწყება ახლა 2026-27 განცხადების რა არის, რითი გამოარჩევთ რომ განსაკუთრებულები მიიღოთ? იცით რა არის, ნუ ძირთად უნდა ქონდეთ არაჩვეულებრივი სმენა. უნდა ქონდეთ კარგი მუსიკალური მეხსიერება. უნდა მღეროდნენ დამოუკიდებლად ინსტრუმენტისგან, უნდა ქონდეს ამოწმებთ, ანუ გამოცდაზე ეს მოწმება. მე შანსი არ მქონდა არასოდეს. სპეციალური კომისია, ასე კომისიას არ ვთქვი ჟიური, რომელიც ძალიან კეთილგანწყობილია და არიან ბავშვები ზოგი ადვილად იხსნება, არანაირი სტრესული სიტუაცია, ყველა ბავშვის მაქსიმალურად მონაცემს აკეთებინებენ. ამოწმებენ კი არა, აი რაღაცა ერთად შანსს და კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ თულია მე აქ აწლედს აქვს თავისი სტანდარტი სწავლების და არ არის ადვილი სწავლის მომენტი იმისთვის, ვინც არ აგრძელებს. ნუ თანდათანობით ხდება მე ვინ აგრძელებს, ვინ არა, იმიტომ რომ აქ დიდი შრომა ჭირდება. მინდა ხაზი გავუსვა, რომ აქ სხვადასხვა სპეციალობებზია, ფორტეპიანო, სიმებიანი საკრავი, ჩასაბერი, დასარტყამი ინსტრუმენტები. ეხლა რომელ განყოფილებებზე ცხადდება მიღება? აი, ვაცხადებ, ჩასაბერი, დასარტყამი, ჯაზის, თეორიული კლასიკური ვოკალი, საგუნდო სადირიჟორო, უამრავი სპეციალობაა, რომელიც ანუ ეს ბავშვები პატარა ასაკშიც კი იჩენენ თავს და დადიან სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალებზე,
კონკურსებზე, რეგიონებიდან არის ძალიან დიდი მოთხოვნა, იმიტომ რომ რეგიონებთან ხდება ჩვენი კონცერტები. აი შარშან მაგალითად ორკესტრთან იყო კონცერტი ქუთაისში. არაჩვეულებრივი ორკესტრი ყავთ, ალბათ იცით, აწლეთს პატარების და დიდების, რომელსაც შარშან ქონდათ არაჩვეულებრივი ტურნე მთელ საქართველოში რეგიონებში ატარებდნენ კონცერტს. სხვადასხვა სურდიჩი გეპატიჟებით დადიანების სასახლის ეზოში. მეტი რა გავაკეთე? წელს მაგალითად ქონდათ აქ ესეთი პროექტი საჯარო სკოლებში არის. და იცით რამხელა დაინტერესება არის. ბიჭი არ მიპარება. ძალიან დიდი დაინტერესება. თვითონ გარემოა, გარემონტებულია ძალიან კარგად. სასიამოვნოა მათ მუშაობა. აი ყველა ზრუნავს, აი დარაჯიდან დაწყებული რომ შემოდიხართ მორიგებიდან და საერთოდ მასწავლებელო, თქვენ გისმენთ ახლა ძალიან ბევრი ადამიანი. მე ვიცი რომ ყავს ნიჭიერი შვილი, ვთქვათ, ვიცი რომ კარგი მონაცემები აქვს, ახლა ტექნიკურად ამიხსენით. როგორ უნდა გამოვაგზავნო განცხადება, როდიდან როდემდე ეს ფიზიკურად უნდა მოვიტანო, მეილზე უნდა გამოვაგზავნო, აი ეს ნაწილი რომ მოუყვეთ. განცხადების მიღება დაიწყო 1 მაისს და მთავრდება 30 მაისს. შეგიძლიათ ელექტრონულად და შეგიძლიათ მობრძანდეთ ალექსანდრე ჭავჭავაძეს 19-ში და დაათვალიეროთ ჩვენი შენობა. კი ბატონო, იცით რა მაინტერესებს? ექცევა თუ არა ყურადღება, ბავშვს ჰქონდა თუ არა მანამდე, ვთქვათ რაღაც მუსიკალური გამოცდილება. რა თქმა უნდა, შეუძლიათ მეორე კლასიდან მესამე მეორედან მე-10 კლასის ჩათვლით. მე არ შეიძლება მესამე. ხოთ მათ აქვს გარკვეული პროგრამა, რაც უნდა შეასრულონ. თუ პირველ კლასში ამოწმებენ მათ სმენას, რიტმს, მეხსიერებას, მუსიკას, იქ ყველაფერი აბსოლუტურად არის ჩვენს Facebook გვერდზე. დაზუსტებით ინფორმაცია დაწერთ. მეორე კლასიდან უკვე სპეციალიზებული პროგრამაა და ის უნდა შეასრულოს. კი ბატონო, თქვენი აზრით რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვს, აი ბავშვობიდან, რომელი ასაკიდან უნდა დაუკავშიროთ მუსიკას, თუ კი შევამჩნიეთ, რომ აქვს ბავშვს ნიჭი. იცით რა არის, საერთოდ გაგიკვირდებათ, მაგრამ ეს შეიძლება ძალიან ადრეულ ასაკში მოხდეს. იმიტომ რომ ზოგი ავლენს 4-5 წლიდანაა. ნუ საერთოდ მიღებულია რომ 6-7 წლის ბავშვი იყოს 8 წელს არ აცდეს პირველ კლასში. გასაგები. ეხლა მოდით ისევ ტექნიკური ნაწილი. როდის იქნება მისაღები გამოცდები? როდის აი გამოვაგზავნე განცხადება, როგორც თქვენ თქვით, შემდეგ როდის არის ეს გამოცდები და რა პირობებს უნდა ვაკმაყოფილებდე, რომ ამ გამოცდებში მონაწილეობა დავაკავო? აი 30 მაისს დამთავრდება საბუთების მიღება და გამოცხადდება, როდის არის დაუკავშირდებიან. ეს არის ივნისში. ესე იგი მესიჯებით, ანუ შეტყობინება მიუვათ, რომ გამოცხადდეს. მიუვათ, შეტყობინება. რამდენი ეტაპიანია თუ და როგორ გრძელდება? ანუ პირველ კლასში არის ერთეტაპიანი, ამოწმებენ, როგორც ვთქვით, სმენას, ამოწმებენ რიტმს, აუცილებლად უნდა შეასრულონ რაღაცა სიმღერა და კიდე იქ აკორდები და მთელი რიგი რაღაცა რა. დანარჩენი კლასები არის ორ ეტაპად. პირველი არის სპეციალობაში უნდა პროგრამა უნდა შეასრულონ და მეორე ეტაპია თეორიული საგნები უნდა ჩააბარონ. ცოტა გითხარით პედაგოგებზეც. ეხლა თქვენ გასაგებია, ძალიან მომხიბვლელი, ძალიან საინტერესო პედაგოგი ბრძანდებით. როგორია პედაგოგების კონტინგენტი, ვინ ასწავლის თქვენ? უმაღლესი პროფესიონალიზმის პედაგოგები ყავს ჩვენ. შემიძლია ეს თამამა თქვა და ეს რაღაც ხელებში დარტყმანდა ის. არანაირი მომენტი არა, მეურცეთი რაღაცა მეგობრობთ ყველა ერთმანეთთან, იმიტომ რომ აი არა გვაქვს ესე შაბათია, კვირა, ეს მუშაობა სულ მიმდინარეობს და სხვა დამოკიდებულება შემოქმედებითი არის ძალიან მუსიკოსის მნიშვნელოვანია კონცერტი იმისთვის. ანუ ისედაც ყოველ კვირაში არის დახურული და ღია კონცერტები შიდა აწლედის დარბაზში. რა თქმა უნდა, არაჩვეულებრივი დარბაზები გვაქვს, არაჩვეულებრივი ინსტრუმენტები გვაქვს, სტენოები დგას და მაგის გარდა არის გასვლითი კონცერტი კონსერვატორიის მცირე დარბაზში, დიდ დარბაზში, როგორც თქვი, რეგიონებში არის პედაგოგები აკეთებენ კლასის კონცერტებს, ერთმანეთის კონცერტებს. აი საკონცერტმეისტეროა, კამერული ასამბლეა, სადაც სულ კონცერტებია. ძალიან სიცოცხლე. ხელზე დარტყმა ახსენა, ხო, და ჩვენ მაგრამ ამას ახლა რაღაც სიმკაცრეცსაც მოითხოვს, ხო? არა, სიმკაცრეს მოითხოვს, იმიტომ რომ განსაკუთრებულ მიდგომას და შეიძლება ძალიან დიდი ნიჭის პატრონი იყოს ბავშვი, მაგრამ არ იმუშაოს. ეს
მუსიკა სჭირდება ძალიან დიდი მუშაობა და ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი მე გამოდით თქვენთან არ გამოდის. მაგრამ აი ამ შრომის მოყარების აი თუ შეიძლება ამის რაღაცა გამომუშავება შეიძლება, აი რა თქმა უნდა, გამომუშავება. ეს არის თანდათან, ზოგთან თავიდან არის ეს ინტერესი. ეს ინტერესი არის აი ეს კონცერტები. სხვათა შორის აი ოჯახი და ბავშვები ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. ეხლა ნუცამ რომ მისი შვილები მოიყვანოს თქვენთან სკოლაში. ეხლა მუსიკალური ოჯახია და გამარტივდება ოჯახთან, ბავშვთან თქვენი კომუნიკაცია. გიორგიმ რომ მოიყვანოს შვილი, რაღაცა მგონია რომ ზერელი დამოკიდებულება ექნება მიუხედავად იმისა, რომ შვილი შეიძლება კარგად ვღეროდეს. ხდება კარგი პედაგოგი, რომელიც ჩემშულს გამოუმუშავებს ამ აქ ამას განვნიშნულობა. საქმე მაინც და მაინც არ არის ჩემ შემთხვევაში რომ მშობელი იყოს მუსიკოსი. მშობელი უნდა იყოს თანამოაზრე და უნდა იდგეს გვერდზე. ესე არ არის რომ მიიყვანო და არ, იმიტომ რომ მუსიკას თუ სხვა სფერო. თულია. მე აი ნანას თემა უბრალოდ მინდა გავაგრძელო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი შემთხვევა ყოფილა ესეთი, რომ ბავშვი არის მუსიკალური მონდომებული ინტერესი აქვს, თქვა თუნდაც აი ფორტეპიანოს რაც შეეხება. და როდესაც შეუყვანიათ პედაგოგთან, იქიდან რაღაცა იმედგაცრუებული, არ ვიცი ეს სიმკაცრის ბრალია, მიდგომის, როგორი უნდა იყოს პედაგოგი, რომ ბავშვს შეაყვაროს. მე რწმუნდა თუ არ არის ჩვენთან ეს სიტუაცია, იმიტომ რომ აქ არის სპეციალიზებული სკოლა, კიდევ ვიძახი, რომლებიც მოწადინებულები არიან რომ გაზარდონ პროფესიით. უბრალოდ რა არის, იცით რომ ზოგს გონია რომ ეს მუსიკა უნდა რომ აი დაუკრას კონცერტზე გამოდის, მაგრამ აქ არის ძალიან დიდი შრომა. პედაგოგის შრომაც დეს უზარმაზარი. და ეს რაღაცა პედაგოგი მშობელის, პედაგოგი ხედავს თქვათ აქვს ნიჭი, შეიძლება უცბად ვერ წამოვიდეს. თქვა თანდათანობით რიგ რაღაცა პატარა ნაწარმოები მისცეს, რომ ეს ინტერესი უნდა გავხსნას. კიდევ ვაღიაროთ, რა აუცილებელია კიდე ნიჭი. ეხლა ჩემგან არაფერი არ გამოვიდა და რაც არ უნდა მოგენდომებინათ თქვენ. შენ მოყევი ტაჟზე რომ დაგაყენეს და იქიდანაც რო გაგდეს. ნიჭი აუცილებელია. თუ არ არის განსაკუთრებული ნიჭი, ვერ მოხდება ხო, ისე მაგრამ არის მშობლე ოჯახის რამდენიმე ორი კატეგორია მინიმუმ, რომელსაც უნდა რომ მაინც და მაინც გამოვიდეს შემოქმედებითი და აი გინდა თუ არა მუსიკაზე შევიდეს და შეიძლება ხო დისკომფორტი არ აქვს მენა. მეორეა ბავშვი მართლა ნიჭიერია, მაგრამ მშობელს არ უნდა გამოვიდეს მუსიკოსი. ხო ასეთი საერთოდ მე ვიტყოდი რომ ეხლა წამოვიდა ტენდენცია მისი და ვკითხულობ ბევრს რომ არ არის თქვა აუცილებელი ყველა პროფესიონალურად შემოვიდა თქვა აწლეს. მუსიკა აუცილებელია. იმ გარდა იმისა, რომ ეს სულიერი საზრდოა და გარდა იმისა, რომ ეს არის რაღაცა აი კაი გემოვნება ჩამოყალიბდეს, აზროვნებისთვის ძალიან ხო, მაგრამ თქვენ ისეთი კორიფეები გაზარდა თქვენმა სკოლამ, იქ მოთხოვნა რაც უნდა სხვა სკოლებთან შედარებით მეტი უნდა იყოს. მიდგომა თქვენ კი მესმის, რომ ეს უხეში გამონათქვამია ახლა ხელზე თქმა, მაგრამ ეს ადრე იყო და სიმკაცრის სიმბოლო გამოვლილი გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ შემოქმედებითია ყველაფერი, მაგრამ მუსიკა მე მაინც გონია რომ უნდა იყოს მოწოდების სიმაღლეზე ეს სკოლა და არის კიდევაც მაგალითი ამის ის ადამიანები და ის ახალი თაობა რომელზეც თქვენ საუბრობთ, იმიტომ რომ თქვენ ქართული შოუ ბიზნესი დღეს რა დღეშიც არის, კარგად ვიცით, ხო? კი ბატონო. დღევანდელობასთან დაკავშირებით კიდე ერთი უცნაური კითხვა ასეთი მინდა გკითხოთ, რომ აი მიუხედავად ამ ხელოვნური ინტელექტისა, თანდათან უკვე ხელოვნური ინტელექტიც კი წერს სიმღერებს, როგორია როლი თქვენი სასწავლებლისა და პედაგოგის და ბავშვის მუშაობა? ხო ვერ ჩაანაცვლებს თქვათ ამ პროცესს? ვერ ჩაანაცვლებს, იმიტომ რომ ეს სიმკაცრე რაც თქვით, ეს სიმკაცრესთან ერთად არის ძალიან დიდი სიყვარული და მეგობრობა. ერთერთი ჩემი მოსწავლე ვერ იტყვის და ასევე ჩემს გარდა სხვა პედაგოგები, რომლებიც აქ აი სიყვარულის გარეშე ეს ვერ გაქვს. სიმკაცრე არის მხოლოდ ის მომენტი, რომ უნდა იმეცადინოს. იცით რატო? იმიტომ რომ მას აქ დასახული კონცერტი აქვს, იქ სხვა ფესტივალზე მედის, იქ კონკურსი აქვს. ნუ რაღაცა არ მე ერთმანეთს უყურებენ თქვათ და ესეც სტიმულია, რომ ის მიდის, ამასაც უნდა თქვათ. ეხლა რამხელა შრომა დევს პედაგოგის და მშობლისაც ასე თქვა, რომ პირველ კლასში აკვრევდნენ კამერულ ორკესტრთან, თქვენ წარმოგიდგენთ. ეს არის საოცრება. აწლედი ამის საშუალებას აძლევს 3 კონცერტი ქონდა.
არაჩვეულებრივი პირობებიც არის ძალიან კარგი უკვე აწლეთში ბავშვს სიამოვნებს მოსვლა გარემონტებული როდესაც ძალიან ძიმე პირობებში კი ბატონო ჩვენ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ აწლეთზე მოსწავლეებზე პედაგოგების ასე ვთქვათ კვალიფიკაციაზე მაგრამ წინვალე რესპონდენტიც ყავდა თუ შეიძლება ერთ კიდევ გავახსენებ რომ მე არის პრობლემა 30 მაისამდეა საბუთების და კიდევ ერთი რომ ძალიან დიდ წარმატებას ვუსურვებ ვინც მოდის აწლეთში იყვნენ ძალიან თავისუფლად რაც შესაძლებლობები აქვს გამოავლენ იმიტომ რომ მე პირადად თელ თავს ვდებ იმაზე რომ ძალიან კეთილგანწყობილი კომისიებია და მაქსიმალურად ვცდილობენ რომ ბავშვის შესაძლებლობები გამოიყენოს. კი ბატონო, მოკლედ ძალიან სასიამოვნო საყურებელი იყო კადრს მიღმა, როდესაც ორ პატარა გოგონა სავარაუდოდ მამები რომ მოყვნენ და სტუდიამდე რომ მოიყვანეს. კი, მოკლედ ეხლა შემოგვიერთდება ორი მუსიკოსი. შესრულდება დვორჟაკის სლავური ცეკვა 4 ხელისთვის და ეს 4 ხელი ეკუთვნის ნინი მარშანიას და მირა რაგიმოვას. ქალბატონი ნატო მაღალაშვილის კლასია. პირველ რიგში მადლობა რომ შემოგვიერთით და მოხვედით ჩვენთან. შეგიძლიათ დაიწყოთ.
არწლების წარმომადგენლები ყავთ. აი როგორი გარდასახვა იყო პირველ ნოტამდე და ნოტის მერე ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ შევახსენოთ მაყურებელს რომ ეს არაჩვეულებრივი გოგონები გახდნენ ნინი მარშანია და მირა რაგიმოვა და მათი პედაგოგი ნატო მაღალაშვილი იყო ჩვენი სტუმარი დიდი მადლობა თქვენ დიდი მადლობა